ახლა უკვე სამხრეთით კიდევ უფრო ახლოს, ანუ კონფლიქტი მოახლოვდა, ეს უფრო ახლოს უკრაინას შორს არის და ირანის საზღვარი ბევრად უფრო ახლოს არის, რამდენიმე ასეული კილომეტრია. გაჩნდა მეორე კონფლიქტი, რომელიც თავის მასშტაბებით შეიძლება თუ გახურდა და იქ თუ ეხა მით უმეტეს შეერთებული შტატები შევიდა, უფრო დიდია ვიდრე უკრაინა რუსეთის, ხო, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თუ ხდება უკვე დაპირისპირება, ეს უფრო დიდი კონფლიქტი ხდება ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი. რას ცვლის ეს ჩვენთვის? შესაძლოა თუ არა ამან გამოიწვიოს მათ შორის ჩვენი მხრიდან პოზიციის დაფიქსირების დაჩქარება, დროის მოახლოვება, ჩვენ გვისაუბრია, რომ ყოველთვის არ გვექნება სიჩუმის ფუფუნება და მოგვიწევს ამ ახალი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში დეკლარირება, რომ ჩვენ სად ვართ, ხო არ დადგება ეგ საკითხი, უფრო ხო არ მოახლოვდება ის დრო, რომ ბოლო თქვენ რა შვებით, ეგ შეკითხვა რომ დაისვას და თავარი ჩვენი დაცვის მექანიზმი რა არის? საგარეო კონტექსტში. ჩვენ ვიმყოფებით 90-იანებში ჩარჩენილ მდგომარეობაში ვართ, მენტალურად საქართველო არის 90-იანებში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ ჩათვალა, რომ დასავლეთის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესისთვის საჭიროა რაღაცა ნაბიჯების გადადგმა და ასე შევა დასავლურ ოჯახში. და ეს უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. მაგ მენტალობაში, მაგ წარმოდგენაში ვიმყოფებით დღემდე. განვილმა 3-10-ულმა თუ არ ვიცი, ან მაგ ნარატივზე ხო ცოტა ორიათეული წერია ვარ და უშედეგობამ კი არა, უშედეგის გარდა რომ ვერაფერი მოიწონა, მაგ ილუზიას ვერაფერი ვერ აი მაგალითს მოვიყვან. ახლა სინამდვილეში დღეს რო გადახედო საქართველოს მსჯელობის პროცესს, საქართველოს ვინ რაზე ნერვიულობს, ვინ რას საით მიისწრაფის რო გადახედო ამ პროცესს, ახლა იგივე ხდება, რაც 90-იანებში ხდებოდა, ხო? ხალხი ებრძვის საბჭოთა კავშირს დღესაც მთავარი ბრძოლის საგანი არის საბჭოთა კავშირი. მართლა არაფერი. მიხოთ, რომ აღარ არსებობს. აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, მაგრამ საბჭოთა კავშირს ებრძვის მაინც საქართველო. და დღემდე იგივე ლოზუნგები, რაც 90-იანებში იყო, რომ აი საქართველო შევა ევროპაში და ევროპა დაგვიცავს და ევროპა მდიდარია, ევროპა დემოკრატიაზე ხო კეთილია, დემოკრატიაზე ნერვიულობს და რაღაც ასეთი წარმოდგენებით არის გაჯერებული და საერთოდ ხო და არც სიამოვნებს აი ამ წარმოდგენების საწინააღმდეგო აზრი არც კი სიამოვნებს. უკვე დაბერდა ამ წარმოდგენებში და ეხლა უკვე წარმოდგენების შეცვლის ის პროცესი უკვე პრინციპულად თან მეორე მომენტიც არის მე უკვე ასაკში იმის დაჯერება რომ ამდენი ხანი ტყუილში იცხოვრე. ხო, ცოტა ძალიან ძნელი პროცესია. ამიტომ დღეს რასაც უყურებთ, ერთი საფრთხე. ესეც აი აქედანაც გამომდინარეობს, რაც ახლა ჩამოვაყალიბეთ, ვიმყოფებით 90-იანების პერიოდში ვართ გაჩხერილი მენტალურად. ეგ ერთი საფრთხეს მატარებელი, იმიტომ რომ არაადეკვატური წარმოდგენები გვაქვს მანდიდან გამომდინარე. ანუ გგონია რომ საბჭოთა კავშირს ვანგრევთ და შევდივართ ევროპაში დღეს. ეგ მთელ რიგ საფრთხეებთან არის დაკავშირებული ერთი. მეორე პრობლემა ის არის, რომ ამ ფონზე სანამ ჩვენ საბჭოთა კავშირს ვანგრევთ და ევროკავშირში შევდივართ, ამ ფონზე ირკვევა, რომ დასავლეთი საერთოდ დასავლეთი არავის არ ეხმარება, დასავლეთი საერთოდ გადაგდებით არის დაკავებული, ვიღაცებს გამოიყენებს ხოლმე, გადააგდებს ხოლმე. ის ვინც გამოიყენეს, ის მერე აღარც ახსოვთ. და ასეთი რაღაცები ირკვევა, ხო? და ომები ჩვენს გარშემო იმატებს. ანუ გადავედით ისეთ პერიოდში, რომ ის წარმოდგენა რო არსებობდა, რომ დამთავრდა ომები. აღარ იქნება ომები. ყველას დასავლეთის ეშინია და დასავლეთი დაარეგულირებს, აღარ იქნება ომები. აი ეგ წარმოდგენა დამთავრდა. ომების
ეპოქაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ხა ხვალ ვიღაცა რო ადგეს და ჩვენ შემოგვიტიოს, ცოტა ხნის წინ მე მახსოვს ეგეთი წარმოდგენა არსებობდა, რომ რას ამბობს ვინ შემოგვიტევს ამერიკა მაგას არ დაუშვებს, ამერიკის ეშინიათ. შეშფოთდება ამერიკა და არ შემოგვიტევს. ეხლა ისეთი პერიოდში შევდივართ მეგობრებო, რომ ხვალ რო ვიღაცამ შემოგვიტევს, ვერავინ ვერ არც არავის არ აინტერესებს, არც არავინ აღარ შეშფოთდება. მასეთ პერიოდში შევედით, ხო? მსოფლიო პოლიტიკური გარემო ისეთ სტადიაშია, რომ კოლოსალური ზომის კონფლიქტებია. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არის ევროპის გვერდზე. ირანის იქ მთელი დედამიწის მასშტაბით ყველა იყურება ძალაზე და კუნთებზე, ხო? ევრაზიის კონტინენტზე ჩვენთან ძალიან ახლოს გარშემო სულომები სამხრეთით და ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით არის ორი უზარმაზარი კონფლიქტი. კი, აი ეხლა ყველა ჩვენს გარშემო არის კონფლიქტი. ეხლა ამ სიტუაციაში აი უბრალოდ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. ამას რატო ვლაპარაკობ? იცი, დღემდე არსებობენ ვიღაცა გამოშტერებული ხალხი, რომლებიც შემორბიან და რუსეთუ მე რაღაცებს და არ ვიცი ეგ უკვე რა უნდა ეშველოს ამ ხალხს, არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაცა ქათმის რაღაც თვალებით იყურებიან. რაღაც ერთი წინ იყურება, მეორე უკან. არ ვიცი რა უნდა ეშველოს, იმიტომ რომ ცოტა გამოფხიზდით ხალხო. აი ხვალ რო შემოგვიტიონ, ყველას ფეხებზე კიდია კაცო. ირბინეთ მე აქ და იძახეთ რაღაც სულელეები და ეგ რატოა იცი მნიშვნელოვანი? აი საქართველოს ვერ მივიდა ელემენტარულ საკითხამდე, რომ მეგობრებო, აღარ არის 90-იანები. აღარ არის საბჭოთა კავშირი, აღარ არსებობს ხალხო. აი დღემდე დარბის ეს ხალხი და საბჭოთა მენტალიტეტს ებრძვის. და ეს რანაირ პრობლემამდე მივყავართ. იცი, აი ხა დღევანდელი საქართველოს პოლიტიკა, ხო? დღევანდელი საქართველოს პოლიტიკაში რა ხდება? ახლა დარბის ერთის მხრივ ოპოზიცია. ოპოზიცია გამორბის და იმის გამო რომ პარლამენტში კარგი ადგილები მიიღოს, დარბის უცხოეთს თხოვს რომ დაასანქციონ საქართველოს, უცხოეთში ითხოვს რომ რაღაცა შეუწყვიტონ უვიზო საქართველოს, ზეწოლები მოახდინოს და ასე შემდეგ. ანუ ეს თავრობა კიდე ერთადერთი რაზეც ზრუნავს არის ის, რომ როგორ გაიყაროს მისი ლეგიტიმაცია მისმა პარლამენტმა და როგორ აიძულოს ოპოზიციას, რომ აღიაროს ლეგიტიმაცია არჩევნების და პარლამენტის და ასე შემდეგ. მთელი პროცესი არის შიდა აი ეს პარტიების, რომელიც საკმაოდ დაბალ ინტელექტუალურ რაღაცა ამოცანებს, მარტო ვიწრო პარტიულ ამოცანებს ჭრიან, მარტო ამათი დაპირისპირების ირგვლივ ტრიალებს მთელი საქართველოს და საერთოდ არ ეხმაურება იმ გამოწვევებს, რომ ჩვენს გარშემო უკვე ცეცხლია, საქართველოს ხვალ რო შემოუტიონ, არავინ ხმის ამომღები არ არის და შემოტევა რო შეიძლება მოხდეს ასეთი მხარე, რავი, რატომაც არა, ყველა საკითხს ისე უყურებს, რომ გავლენების გაზრდაზე არავინ უარს არ იტყვის. იქ ერთი და იგივე ფსიქოტიპობის მაჩვენებელია, აი რაც შენ თქვი, რომ ესე იგი საბჭოთა კავშირი დაიშალა 91-ში, ჩვენ გამოვედით, გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, იმის მერე გავიდა 34 წელი და ნუ აი მეოთხე 10 წელი მიდის და ისევ საბჭოთა წარსულს, საბჭოთა კავშირს ვებდით. ევროკავშირში რო საქართველოს არიღებენ და ნატოს კარიც კი უკვე გითხარეს რომ ღია აღარ არის, ანუ თავის მოტყუების საშუალებასაც აღარ გვიტოვებენ, არც არადროს იყო ღია, მაგრამ გვეუბნებოდნენ მაინც და ეხა გითხარეს რომ ღიაც აღარ არის. მიუხედავად ამისა,
პროდასავლურად ინდოქტრინირებულ ადამიანებს ოდნავი კორექცია არ შეეწყოთ. ანუ რწმენა, რომელიც მათში იყო, რომ დასავლეთი კეთილია და ამიტომ დაგვიცავს, თან ნახე, ვინმე რომ იმას ამტკიცებს, რომ დასავლეთის ინტერესია ჩვენი დაცვა. ტყუილია, მაგრამ ლოგიკურია, იმიტომ რომ ინტერესები აახლოებს ხოლმე სახელმწიფოებს. ვინმე რომ მაგას ამტკიცებდეს, პრინციპი სწორია. არ არის ჩვენ შორის ინტერესი და კვეთა, მაგრამ პრინციპი სწორია. მაგას კი არ ამბობენ, რომ კეთილია და საქართველოს უბრალოდ უყვარს და ქართულ დემოკრატიაზე ზრუნავს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მოვიდა და მე რამდენი თვეა უკვე ტრამპი პრეზიდენტია და საქართველოს არ უხსენებია, არ აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ნატოში საქართველოს მიღება დამთავრდა, კარიც დაგვეხურეს, ევროკავშირში პირიქით კანდიდატის სტატუსის მოხსნაზე მიდის და ვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მიდის. მიუხედავად ამისა, აქ აი მრწმენას, რომ ის კეთილი სამყარო ჩვენ დაგვიცავს, არაფერი არ დააკლდა. ხო და აი ესეთ მე ხა კონკრეტულ სეგმენტზე ვლაპარაკობ საზოგადოების, ეგ ნაწილი როგორი ხანძარი უნდა გაჩნდეს, ანუ ტემპერატურა რამდენად უნდა მოახლოვდეს, რომ აი ცოცხალ არსებას ყოველას ხო აქვს რეფლექსი, რომ თქვათ აი ცხელრკინას ან ცეცხლს რო ახლოს მიუტან და რაღაც ტემპერატურას ვეიგრძნობს, აქ რეფლექსი რო გაიწიოს, ხო? იმიტომ რომ საცოცხლო პროცესი კარნახობს, რომ საფრთხის ქვეშ დგება. და აი ამ სეგმენტს რა მანძილზე უნდა მიუტანო ეს ცეცხლი, რომელიც ახლა კიდე მოგვიახლოვდა, რომ მიხვდეს, რომ უკან გაწევაა საჭირო. საქმე მთელი უბედურება იმაშია, რომ ხალხი ვერაფერსაც ვერ მიხვდება, თუ ეს მიხვედრის პროცესი არ წამოვიდა პოლიტიკოსებისგან, ექსპერტებისგან. ხალხი ვერ მიხვდება, თუ ეს არ წამოვიდა მაგ საკითხში, ვინც კომპეტენტურია იმ ხალხმა, თუ არა იყო პასუხისმგებლობა მაგ საკითხში. მთელი უბედურებაც მაგაშია. საქართველოს პოლიტიკა არის ძალიან დაბალ დონეზე. საქართველოს პოლიტიკა არის რაღაცა ადამიანების ჯგუფია, რომლებსაც ძალიან უნდათ რაღაც ფინანსური წყაროებთან წვდომა, ხო? და რაღაც დარბიან და ყველაფერს კადრულობენ ამისთვის. და საერთოდ არავინ არ მე საქართველოს პოლიტიკას ვერ ვატყობ, რომ ამ თემებზე საერთოდ ფიქრობს ვინმე. აი საქართველოს პოლიტიკაში რომ შეხედო და აი ეს ჩვენს გარშემო და ზოგადად ისეთი გარემო რო შეიქმნა, რომ ბევრად სახიფათოა ვიდრე მანამდე იყო და გამოწვევები დგება ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ საკითხებზე ფიქრის რაღაცა ნიშნებს ვერ ვატყობ. ეხლა არსებობენ, რა თქმა უნდა, ცალკეული ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც მაგ საკითხებზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე ვლაპარაკობ პოლიტიკას. მე ვლაპარაკობ პოლიტიკურ დღის წესრიგს. არაფერი მაგის ნიშანი არ ეტყობა. პოლიტიკური დღის წესრიგი შედგება იმისგან, რომ ეხლა არის არჩევნები, ეხლა ახლოვდება არჩევნები და ეს არჩევნები იქნება ზუსტად იგივე პრინციპის, ზუსტად იგივე ლოზუნგებით და იგივე დაპირებებით, რაც იყო მთელი წინა ყველა ნებისმიერი არჩევნები, რაც არ უნდა ავიღოთ. ოცნების მხარე იტყვის, რომ ნაცებს დავამთავრებ. ნაცების მხარე იტყვის, რომ ევროპაში შეგიყვან. ხო? ეგ არჩევნებია, ეხლა უკვე ხედავ ყველაფერს, რომ ეგრე განვითარდება. ოცნება გამოვარდება და იტყვის, რომ ხალხის გამოუპატიურებელი ნაცები ბრუნდება, ხალხო ფრთხილად იყავით, ჩვენ მოგეცით თქვა. ნაცები გამოვარდებიან და იტყვიან, ეს არის რუსეთის ოცნება და ჩვენ მოგვეცით ხმა. ეს არჩევნები იქნება, ხო? ანუ პოლიტიკურად ერთი და იგივე ადგილზე იტკეპნება. და გამოწვევები იცვლება, დრო გავიდა. სხვა პრობლემები გვაქვს, უკვე უარეს დღეში ვართ, ხო? მაგრამ იგივე დონეზე ვართ დარჩენილები, რაც წლების წინ.